სპორტის სახეობა, რასაც ბევრი ვერ ხედავს, რადგან ძალიან ლამაზად და მჩატეთ ჩანს ზევიდან, მაგრამ წყალში საერთოდ სხვა რაღაცას განვიცდით. პირველ რიგში უჰაეროდ რადგან ვარ ძალიან რთული არის დღეში 5-6 საათი ცოტაც არის ვარჯიში, 7-8 საათის მქონია ვარჯიში. როგორც ფიზიკური დატვირთვა დარბაზში, ასევე წყალს სიჩქარეებზე უჰაეროდ სურვა და მართლა ძალიან რთული არის და მინდა რომ ყველამ დააფასოს ეს სპორტის სახეობა და რაც უფრო მეტი სპორტსმენი გვეყოლება ამ სპორტის სახეობაში, მით უფრო განვითარდებით და წინ წავიდეთ. რა თქმა უნდა, იყო პერიოდი, როდესაც დღეს რასაც ვაკეთებ, დაახლოებით 1 წლის წინ აზრადაც არ მომივიდოდა, რომ მაგის გაკეთება შევძლებდი, რადგან ნახევარსაც ვერ ვძლებდი, თუნდაც წყლის ქვეშ ჰაერის გარეშე მაგდენი ხანი, რასაც ეხლა ვაკეთებ. უფრო და უფრო რთულდება ყოველწლიურად ყველანაირი ჩვენი პროგრამა, წყალში უფრო დიდი ხანი გვიწევს ჰაერის შეკავება და კიდევ უფრო მეტი გვაქვს სამუშაო, რა თქმა უნდა და ალბათ ის, რომ ჩემი თავის სხვა მხრიდან შემიძლია, ჩემი თავი წარვადგინო, ასე ვთქვათ, ჩემი გრძნობები შემიძლია აქ ჩავდო, რადგან არც სიმღერა შემიძლია, არც ხატვა, არც სხვანაირად ცეკვა და წყალში მართლა ჩემ მთელ ემოციებს ვიყენებ, რომ გამოვხატო ისიც თქმაც მინდა. რატო? რადგან პირველ რიგში მუსიკასთან გვაქვს თანხლება, სახეებით მიმიკებს ვაკეთებ, რასაც ისტორიას ვყვებით. შეგვიძლია 2 წუთს ნახევარში და 3 წუთში მთელი ჩვენი ცხოვრების ისტორია მოვყვეთ, ისე რომ პირველად რო უყურებს მაყურებელი, მიხვდეს რაზეც გვინდა ის გადმოცემაც გვინდა. მაგალითად, ჩემი ახალი პროგრამა, თავისუფალი პროგრამა სოლოსი არის Memories, რაც ითარგმნება როგორც მოგონებები. რაც ჩემი სპორტული კარიერის მოგონებებს შემიძლია დაუკავშირო. თავიდან როგორ დავიწყე, არის სასწრაფო ხმები, ჩემი ტრავმები შემიძლია დაუკავშირო, რაც სპორტიდან იყო, ჩავარდნები პირიქით, აი მედალს რომ მივაღწიე, მედალი რომ ავიღე და აი ეს არ ვიცი რა ქვია. ტალღისებური ასლა ჩასვლა დიახ, მაგრამ შემიძლია გადმოვცე პროგრამაში. საკმაოდ ტრამული სპორტი არის, მით უმეტეს, როდესაც არის ჯგუფურად როცა მუშაობ, 8 კაცი ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან და რა თქმა უნდა ხელიც ხვდება, ფეხიც ხვდება, როდესაც ჰაერში ბრუნებს ვაკეთებ, სალტოებს ვაკეთებ, მაგდროსაც ძალიან ტრამული არის და პირველ რიგში ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ისეთ მოძრაობებს, რომელიც შეიძლება ჩვენთვისო იყოს საშიში. იმდენად გვჭირდება თუნდაც ზურგში გაზნექვა, იმაზე მეტად რაც ხერხემალს შეუძლია შპაგატზე ჩაჯდომა, ისე რაც არ შეუძლია. სოლოს ვაკეთებ ბავშვობიდან და ძალიან მიყვარს, რადგან მარტო ვარ და ჩემი ძლია ყველაფერი გადმოვცე. სამწუხაროდ გუნდურში არასდროს არ გამოსვლა, რადგან საკმაოდ ცოტა ბავშვი არის, ვისთან ერთად შემიძლია გავაკეთო, მხოლოდ 4 ვართ ნაკრებში, რაც არ გვაძლევს იმ საშუალებას, რომ გუნდური გავაკეთო. ამიტომ სოლოთი და წყვილშიც გამოვდივარ, რაც ესე ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დავთმე, როგორც ყველა სპორტსმენი, ასე ვთქვათ, მაღალ დონეზე სპორტსმენი ვინც არის, ყველა თმობს თავის თუნდაც ბავშვობას, თავისუფალ დროს, სულ ვარჯიშს უთმობ. მაგრამ არასდროს არ მინანია, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ჩავარდნაც მქონდა, როგორც მოგეხსენებათ, 7 ჯერ ვიყავი მე-4 ადგილზე, რაც საკმაოდ რთული არის, თუნდაც ფსიქოლოგიურად რომ გადაიტანოთ, რადგან როდესაც პედესტალთან ასე ახლოს ხარ. მაგრამ არასდროს არ მინანია, რადგან ძალიან მიყვარს ეს სპორტის სახეობა, ძალიან მიყვარს ზოგადად სპორტი. ჩემითაც ცალკეც ძალიან ბევრს ვარჯიშობ ვარჯიშის გარეთ და სიამოვნებას მანიჭებს. რომ დავამთავრე, დიახ, თითქოს ვიგრძენი, რომ მთელი ძალით გავაკეთე და თავი არ დამიზოგავს. მართლა მთელი ჩემი სული ჩავდა იმ პროგრამაში და ქულები რო დავინახე და მithumetes ბოლო მონაწილე როდესაც გამოვიდა და მივხვდი რომ უკვე მედალი მაქვს, თან ვერცხლის მედალი მაქვს, მაგ მომენტში ემოციები ისე ვერ გამოვხატე, როგორც მერე და მერე მოვიდა ის გათხოვა. ძალიან ბედნიერი ვიყავი და თითქოს უფრო მეტი мотиваცია მომეცა, რომ გავაგრძელო ეს სპორტი და კიდევ უფრო კარგი შედეგები დავდო. რა არის შემდეგი мотиваცია? პირველ რიგში არის მსოფლიო ჩემპიონატზე ტოპ 5-ში მოხვედრა დიდების მსოფლიო ჩემპიონატზე და ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის. ეს არის ჩემი ამ კატეგორიაში, ასაკობრივ კატეგორიაში ბოლო წელი არის და მედლის მოპოვება, რაც შეიძლება მაღალ რანგზე, ასე ვთქვათ. ჩემი აზრით, თავიდან როდესაც გავიგე რომ მედალს ვიღებდი, მე მგონი ჩემზე მეტად ჩემს მეგობრებს და ჩემს გულშემატკივრებს გავუხარდათ,
იმდენად დიდი აჟიოტაჟი წარმოვიდა, რაც კიდევ უფრო მეტ ძალას მაძლევს. და კი არიან რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელსაც არ ჯერათ უბრალოდ, რომ თუნდაც წყალში შემიძლია 2-3 წუთამდე გაძლება ჰაერის გარეშე, ან მაგხელა შრომას რო უთმობ. და რა თქმა უნდა ბევრი მეუბნება, რომ ხანდახან დასვენებაც საჭიროა, რობოტი კი არ ხარ. ისვენებ? ვცდილობ, მაგრამ ისე უბრალოდ დასვენება არ შემიძლია. აუცილებლად რამე სირბილი მიყვარს ძალიან. აი ყოველ კვირას დილობით დავრბივარ, რადგან ძალიან მიყვარს ფიზიკური აქტივობები. ეგრე ჩვენ ფეხების მოძრაობებს ხსნით ხელებით, აი ფეხებს რასაც ვაკეთებ წყალში, ეგ არის ხელით მოძრაობა. ჟესტიკულაცია, არ ვიცი როგორ. ქართულა იმ მხრივ რომ კიდევ უფრო დიდი ხანი მიწევს წყლის ქვეშ უჰაეროდ ყოფნა, რაც კიდევ უფრო რთული არის ჩემთვის, მაგრამ ყველაფერს ვიზავრო, გავაკეთო ისე, როგორც უნდა გავაკეთო, როგორც უნდა დაინახო და როგორც მოელიან ჩემგან საჯები. პირველ რიგში თვალებში მოფრჩაბნელებული და თაუბრმე ხოლმე ძალიან, მაგრამ არის ერთი მომენტი, როდესაც მაგ მომენტს გადავლახავ, ვიცი რომ უკვე ნახევარი გზა გავლილია და კიდევ უფრო მეტი ძალა უნდა დავხარჯო იმისთვის, რომ ბოლომდე მთელი ძალით დავამთავრო. პანიკა ყოფილა ამ დროს? პანიკაც ყოფილა და წყლის ქვეშ გათიშვაც ყოფილა, გრძნობაც დამიკარგავს პროგრამის გაკეთების დროს. და რა ხდება ამ დროს? ეგ მომენტი არ მახსოვს კარგად. ვიდეოში ვნახე. მაგრამ ჩამოსულან ჩემთან, ჩემი გუნდელები ახლოს ვინც იყვნენ და ამოვუყვანი ვარ წყლიდან. ბევრი გოგონა არის, ვისაც მართლა უნდა ამ სპორტით დაკავება. პირველ რიგში არ შეშინდეთ, მოდით. ძალიან ლამაზი სპორტის სახეობაა. შეგიყვარდებათ მაშინვე, როდესაც დაიწყებთ ამის კეთებას, რადგან აბსოლუტურად სხვა გარემოა. პირველ რიგში წყალში, წყალთან ურთიერთობა, საერთოდ სხვა არის, თითქოს კოსმოსში ხარ, არ ვიცი რა შევადარო. მაგრამ გუნდურობას ჩამოაყალიბებს მუსიკისადმი სიყვარულს, რითმის გრძნობას, ელასტიურობას, მოქნილობას, ყველაფერს ერთად აყალიბებს ეს სპორტის სახეობა და რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო წინ წავა ეს სპორტის სახეობა. რამხელა შრომა დევს ყველაფერში, რომ აი ესე ნელ-ნელა მივიწევოდი წინ. ეს არის 6-7 საათი ვარჯიშები, 5 საათი წყალში და პლუს კიდე დარბაზი. ანუ ყველა შეჯიბრზე არის თავისი ტექნიკური ელემენტები, ანუ ახალი წესები, ამიტომ ძალიან ძნელია ამ ყველაფერს გაყვე ისე, რომ არ შეგეშალოს ან რაღაც. ამიტომ ძალიან ძნელია დაწერა, ანუ ჩვენ გვაქვს ეხლა ახალი იმას წერთ, რა ქვია, coach კარტებს წერთ, სადაც შეგვაქვს ყველა ელემენტი, რომელსაც მარია აკეთებს და ყოველი შეჯიბრის მერე რეალურად გვიწევს ყველაფრის შეცვლა, რომ დავეწიოთ სირთულეთი და ქორეოგრაფიით სხვა გამომცვლელებს. ამიტომ ძალიან დიდი მართლა აი უდიდესი შრომა აქვს ბავშვებს, უდიდესი გამძლეობა ჭირდება ამ სპორტს, რასაც აი დღესდღეობით უკვე ჩვენ გვაქვს ეგ გამძლეობა. თავარი სირთულე არის ძალა და გამძლეობა წყალქვეშ, იმიტომ რომ გამძლეობა ისე ელემენტების გარეშე რო ჩავიდეს წყალში, ხო, ბავშვი შეძლებს არ ჩაისულქოს 3 წამი, შეუძლიათ გააჩეროს ჰაერი. მაგრამ როცა კეთდება უკვე პროგრამა, იქ მიდის დატვირთვა ძალაზე, ანუ ხელებზე, ფეხებზე და უკვე ძალიან ძნელი არის პროგრამის დროს ამ ყველაფრის შეერთება. რო ჩავიდეს წყალში, 3 წუთი, 15 წამი შეუძლია გაძლოს უბრალოდ ჩაყვინთული წყალში. მაგრამ აი ხა ჩვენ გვაქვს სოლო პროგრამა, სადაც 2 წუთი და 15 წამი გვაქვს ჩვენ პროგრამა და იმ პროგრამის დროს 2 წუთი არის წყალში. ანუ წყალში მე იმას გულისხმობ, ამოვიდა ჩაისუნთქა და ისევ ჩავიდა. ანუ რეალურად 85% არის წყალში
და დანარჩენი 15% არის ზემოდან, რასაც სუნთქავს. რეალურად ხო ყველა ბავშვი არის წყალქვეშ. და ძალიან დიდი შრომა ჭირდება. ამას რეალურად ძალიან ბევრი ინციდენტი ხდება, როცა ბავშვი ამთავრებს პროგრამას და იძირება. იძირება, იმიტომ რომ უკვე ვეღარ იღებს ჰაერს და ითიშება. უკვე გქონია ჩვენ ესეთი პრეცედენტები და რეალურად რო უყუროთ ხო პროგრამებს, ყველა ბავშვი ვინც ამთავრებს პროგრამას და ამოდის წყლიდან, ყველა ამოდის მძიმე ფეხებით, იმიტომ რომ კუნთი ითიშება. ყველანაირად ითიშება. მარია არის ძალიან შრომელი ადამიანი. აი ეგეთი მე ადამიანი არ მინახავს. აი ძალიან ბევრ ბავშვებთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ეს ბავშვი არის მართლა ლომივით, ანუ ყველაფერს ხო თავისი ძალით და თავისი მოტივაციით აკეთებს. და ძალიან მინდა რომ სხვანაირადაც მოტივაციას მისცენ ამ ბავშვს, რომ არ დაიკარგოს ეს შრომა, ელემენტარულად არ დაიკარგოს ეს შრომა. კიდე გავართულეთ პროგრამა, ნუ ბევრი არა, მაგრამ კიდე გავართულეთ და ეხლა არის უკვე პირველი სვასკა ქვია ჩვენთან, პირველი ჰიბრიდი აქვს 40 წამი უკვე. ანუ ძალიან ძნელი არის მართლა, ხო და აი მაგას ვეუბნები ხოლმე, მარი, ხო გაძლებ, ანუ ძალიან რთული არის, აი მართლა ძალიან რთული არის. ხა მე თვითონ რო ვიყავ სინქრონული მოცურავე, უბრალოდ ვიცი რომ რასთან მუშაობს ბავშვი და ნებისმიერი მწვრთნელი არის სულ მოტივირებული რომ უფრო მეტი გავაკეთოთ, მაგრამ იმის გეშინია კიდე რომ არ გადატვირთო ეს ბავშვი და ანუ ყველაფერზე მიდიხარ რომ აი პატარ-პატარა ნაბიჯებით რომ მოუმატო. ეხლა ჩვენ სხვათა შორის თვის ბოლოს 30-ში მივფრინავთ უკვე პორტუგალიაში, მადეირაზე გვაქვს შეჯიბრი, ფუნჩალში, ევროპის სენიორების შეჯიბრი. სადაც მარია გამოვა უკვე ორივე სოლო პროგრამით. დუეტით გამოვა უკვე, ფრი დუეტი, გრძელი დუეტი, ესე ქვია და გვექნება კიდე ტექნიკური დუეტი. ამიტომ ვემზადებით ეხლა უკვე წასასვლელად. ანუ ძალიან ბევრი სტარტი გვაქვს კიდე წინ, ანუ სულ მთლიანობაში კიდე 4 შეჯიბრი გვიწევს. ძალიან მნიშვნელოვანი, ერთი გვაქვს სუპერფინალი, აი ამ მსოფლიო თასის სუპერფინალი და დიდი ევროპის ჩემპიონატი, რომელიც იქნება სინგაპურში და პლუს ერთი გვაქვს კიდე იუნიორების ევროპის ჩემპიონატი საბერძნეთში იქნება და ძალიან საინტერესო შეჯიბრებები იქნება წინ.